Այհան, მოკლედ რაღაცნაირად დღეს შევაჯამოთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე 3 თვეა შეხვედრის ადგილი, ძალიან კარგი ჟურნალისტების გუნდთან ერთად იორმუღანლოში ახორციელებს პროექტს UNDP-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით. ეს არის პროექტი იორმუღანლოს ხმა. როგორც იორმუღანლოს მკვიდრს პირველ რიგში რაღაცნაირად ჩემი მიზანი იქნება გავიგო შენი კმაყოფილება ამ პროექტით, რამდენად კმაყოფილი ხარ და რამდენად ფიქრობ, რომ რაღაცა შედეგს მიაღწევს და რა შედეგი შეიძლება იყოს ამ პროექტიდან, ხო? იორმუღანლოს ხმა, ესე იგი ხალხის ხმა, იორმუღანლოში მაცხოვრებელი ხალხის ხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ რეგიონში მედიის ხმა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხის ხმა, რიგითი მოქალაქეების ხმა, მათი ყოველდღიური პრობლემები ისმოდეს, ხო, ეს ამ პროექტის ძირითადი მიზანი. პირველ რიგში მივესალმები და პროექტ გუნდს განსაკუთრებით დიდი მადლობა ამ 3 თვის განმავლობაში გაწეული შრომისთვის. არ არის ჩვეულებრივი ამბავი, როცა იორმუღანლოს ხმა სადღაც ისმის. იმიტომ რომ იორმუღანლო იყო რეგიონი და არის კიდევაც დღესაც სამწუხაროდ, რომელიც ნაკლებად ახსენდებათ, როცა ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რეგიონზე არის საუბარი, ხო? ჩვენ მიჩვეული ვართ იმ მოცემულობას, რომ როცა არის საუბარი ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებზე, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და ასე შემდეგ, ხო? თუმცა იორმუღანლო, სადაც თავისი მოსახლეობით საგარეჯოს 1/3 აღმატება უკვე და ნახევარს, ასე ვთქვათ, უახლოვდება უკვე, ნაკლებად ისმის, იქ მცხოვრები ასე მოსახლეობის ხმა, მწუხილები, საჯიროებები და ეს პროექტი ნამდვილად იყო ასე ვთქვათ განსაკუთრებული ამ მოცემულობაში, რომ ისმის იმ ადამიანების ხმა, რომლებიც არასდროს იყო რაღაც ფოკუსის ცენტრში და ისმის იმ ადამიანების ხმა, რომლებიც მათი წუხილები არასდროს იყო ასე ვთქვათ ამოსავალი წერტილი არც მუნიციპალიტეტისთვის და არც ცენტრალურ დონეზე. აქედან გამომდინარე ეს პროექტი ამ კონტექსტშიც არის ასე ვთქვათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, საზოგადოება რომ ლაპარაკობდეს ხმამაღლა და თავისუფლად ამ პრობლემებზე. აი 15-მდე ვიდეო პატარა სიუჟეტი მომზადდა 15 პრობლემაზე, ხო? და პრობლემები ალბათ კიდევ ბევრია და საკმაოდ აქტიურად საუბრობენ ეს ადამიანები და რამდენად მნიშვნელოვანია ხმამაღლა ამ ხალხის საუბარი პრობლემებზე და რა შედეგს იწევს ეს ხმამაღლა საუბარი. ჩვენ ვიცმენთ წლების განმავლობაში მოცემულობას, ან იყო ეს გავრცელებული ქალაქური მითი, რომ ხალხი არაფერს არ ითხოვს. თუ თვითგმარი უნდა იცხოვროს ეს ხალხი და ანუ საკუთარი თავით უნდა იყოს დაკავებული დაბადებიდან გარდაცვალებამდე, მაშინ სახელმწიფოს როლი სად უნდა იგვეთებოდეს ამ მოცემულობაში, ხო? და ხანდახან ამბობენ, რომ თქვენი ხალხიო არ საუბრობენო რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე. შესაძლოა ამას ავიღოთ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც ფრაგმენტულად არსებული მოცემულობა თუ ფაქტად, მაგრამ ამბავი არის ის, რომ რადო არ საუბრობენ, იმიტომ რომ არასდროს ვინმე რამე სახელმწიფო არ უკითხავს ამ ხალხს, რა საწუხებს. როცა მიდიოდნენ ამ მოსახლეობამდე, ხო, საკუთარი გეგმით მიდიოდნენ, საკუთარი პრობლემებითაც კი მიდიოდნენ, რომ აი ეს პრობლემა უნდა გააჟღარო, ან შენი ინიციატივა კი არ უნდა იყოს რაღაც. ამის კარგი მაგალითია სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, სადაც მიდიან თავიანთი რაღაც წინასწარ გამზადებული პროექტებით და მერე ფორმალურად ეკითხებიან, რომ რა უნდა მოსახლეობას და ბოლოს რაღაცნაირად ისევ თავიანთ პროექტებამდე მოყავთ. კი, იმიტომ რომ ქვემოდან ზემოთ დაწყებული საკითხები, აი ჩვენ მუშაობის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საკითხები უნდა ამოვიდეს ქვემოდან ზემოთ და არა პირიქით, ხო? ჩვენ უკვე დავიყალეთ ეს ბრწყალებში
ელიტისტური მიდგომით, რომ ზემოდან ვიღაცა რაღაცა ბრძანებას გასცემს და ადგილზე ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, ხო? პირიქით უნდა იყოს, ხალხი უნდა თქვას რა პრობლემის წინაშე დგას და ეს პრობლემა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი და ეს უნდა მოგვარდეს იმ ფორმით, რასაც ამას ითხოვს, ასე ვთქვათ, ამ კონტექსტში თვითონ ხალხი, ხო, აი ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი რადო არის უნიკალური დოკუმენტი ამ კონტექსტში და გვეუბნება როგორც იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც ასეთი არ არის რაიმე სახის ცალკე აღებული მხოლოდ ინსტიტუტი, ხო, ეს არის მოქალაქეთა უფლება და მოქალაქეთა ჩართულობით ადგილზე უნდა მოგვარდეს იმ პრობლემები, რასაც ამოსავალი წერტილი არის ხალხის ინიციატივა და ხალხის ჩართულობა. ანუ ხალხის ჩართულობით უნდა მოგვარდეს იმ პრობლემა ადგილზევე. როგორც ისე ხალხი ამას ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობისგან, ხო? და ჩვენ როცა ვუწყვიდავთ და არ ვფიქრობთ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციაზე და ეს ხიდჩადახულობის აღდგენაზე, ჩვენ მოქალაქეების უფლებას ვუზღუდავთ. იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქის უფლება, რომ ისარგებლოს ამ უფლებით. მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ მოცემულობას, რომ ჩვენ რეალურად ვთავაზობთ ადგილობრივ თვითმმართველობას როგორც ერთგვარი ფუფუნება თითქოს ამ მოსახლეობისთვის და ან რაღაც ისეთი, რომ აი ეს რაღაც შეყავათია თითქოს თქვენთვის, რომ როცა თქვენთან კომუნიკაციაში ვართ, თქვენთან ჩამოვდივართ კომუნიკაციაში, შევდივართ, ასე ვთქვათ, განვიხლებთ რაღაცა საკითხის პრობლემებს ვუსმენ, ვითომ და ეს რაღაცა ჩვენ გულით და გეთლინების ამბავია. ეს პირიქით არის. ვალდებული ხართ, ჩამოხვიდეთ და მოისმინოთ. ეხლა რასაც საუბრობ, როგორც იურისტისგან, როგორც კარგი აქტიური მოქალაქისგან, აქტივისტისგან არა, გასაკვირი, მაგრამ ერთ-ერთ სიუჟეტში საუბრობს ერთ-ერთი მოქალაქე ეს სახელმწიფოს ვალდებულებებზე, მოქალაქის ჩართულობაზე და ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა. ოჯახში თუ ბევრი პრობლემაა, პირველ რიგში დამნაშავეა ოჯახის პატრონი. მთავრობა უნდა მოაგოროს ყველაფერი და დამნაშავეა ჩვენ ხალხისაც. და რატო? დასამალ რა არჩევნებში ვიდებიან რა გაქვს გასაკეთებელი 1000 პრობლემა ვიღოთ ეს 1000 რა თქმა უნდა ხალხმა უნდა თქვას ერთი რომელი პრიორიტეტია ეს უნდა თქვას რომ აი ეს გაკეთება. მაგრამ შენ სხვა რაღაც თხოვს, ეს სხვა რაღაც თხოვს, თავად ეშმაგრად მოხსენ ხოლმე, რომელი ატვლია აკეთებს ამას. აი, რამდენად ვიცით, ანუ საზოგადოებამ ჩვენ ვინ ვართ, მთავრობა ვინ არის, ჩვენ რა ურთიერთობა უნდა აქ გქონდეს, რომ ისინი ჩვენი დაქირავებულები არიან, რომ ისინი ჩვენს ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, უნდა გვისმენდნენ. ეს კულტურა რატომ არ არის ჩვენ საზოგადოებაში? ამაში დამნაშავე არიან ხელისუფლებები, რომ ეს ჩვენ შორის ეს ჯანსაღი ურთიერთობა არ არის. რეალურად ეს სოციალური კონცეფცია, სახელმწიფოს პირველი სოციალური კონცეფცია გვეუბნება, რომ მთავრობა იმის გამო იქმნება, რომ ადამიანების ბედნიერებისგან სწრაფო უზრუნვა იყოს. და ჩვენ როცა ვეღარ ვხედავთ სახელმწიფოს როლს ამ მოცემულობაში, რომ სად არის სახელმწიფო, ხო? უკვე იქ ისმება მთავარი კითხვა, რომ ჩვენ ვისგან რას ველოდებით და ვიდეო ამავდროულად გვეუბნება თვითორგანიზების პრაქტიკის ნაკლებობაზე. რომ აი ხანდახან არის 100 პრობლემა, მაგრამ როგორ უნდა დავაყენოთ ეს პრობლემა ჩვენ დღის წესრიგში, ეგ არის მთავარი ამბავი, ხო? იმიტომ რომ სახელმწიფოსგან რეალურად ამ მასივე პრობლემის მოგვარების მოლოდინი არ გვაქვს. და ეს ვიდეოში ამაზე არის აქცენტი, რომ ერთი უნდა მოვითხოვოთ, რომ მოგვარდეს, იმიტომ რომ 100 სხვადასხვა პრობლემას რო ვითხოვს, არც ერთი არ მოგვარდება. ეს თავისი შინაარსით რო ასე ვთქვათ, მიყვეთ შინაარსობრივად რეალური მოცემულობაა, მაგრამ სახელმწიფო ზუსტად იმის გამო არის სახელმწიფო, რომ ეს ასევე პრობლემა გაანალიზოს და როგორც სახელმწიფო დაალაგოს პრიორიტეტები და საბოლოოდ ეს ასევე პრობლემა მოაგვაროს. წლების განმავლობაში ყველაზე დიდი პრობლემა და რასაც დღესაც არის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ეთნიკური უმცირესობები არასდროს იყო და არის თავისი პრობლემების და თავისი პოლიტიკის ამოსავალი წერტილი. ყოველთვის ვიღაცა ელიტისტური ჯგუფები იგრეყობოდნენ და წყვეტდნენ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკას და მე აწარმოებდნენ ამ პოლიტიკას. თვითონ უმცირესობები ამ ოთიმ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობდნენ, არასდროს იყო საინტერესო და ეხლაც არის. ეს ხო პრობლემაა, რომ საზოგადოება რაღაცა
კომუნიკაცია არ აქვს ერთმანეთში, რომ ერთ პრობლემაზე შეთანხმდნენ, რასაც ეს ადამიანი ამბობს, ერთ პრობლემაზე შეთანხმდნენ, პრიორიტეტზე შეთანხმდნენ და ისე მიმართონ სახელმწიფოს და არა ისე, რომ ყველა თავის პრობლემაზე ფიქრობდეს. და ამ ნაწილში მე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია აქტივისტების როლი, აქტივიზმის როლი საზოგადოების გაერთიანებაში ერთი საერთო პრობლემის გარეშე. ეს პეტიციის მეშვეობით იქნება თუ სოფლის კრებები იქნება თუ საკრებულო სხდომებზე დასწრება ამ საზოგადოების. აი როგორ ხედავ რეგიონში საზოგადოების გასაერთიანებლად აქტივისტების როლს და რა გამოწვევები აქვთ აქტივისტებს? იორმუხანოსთან დაკავშირებით ეს პრობლემა გვაქვს, რომ ამის ნაკლებობა, ამ პრაქტიკის ნაკლებობაც გვაქვს. კი, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, იმის პრაქტიკაც, რომ პეტიციაც გვაქვს შედანილი დასახლების საერთო-კრების მონიტორინგის განხორციელებია, ამავდროულად საკრებულო სხდომებზე დასწრება და შემდეგ, მაგრამ მანდ რა არის მნიშვნელოვანი, ხო? ამის პრაქტიკა არის შედარებით უფრო ნაკლები, თუმცა რასაც გამოყენებული გაქვს პრაქტიკაში, ხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგადაც მუშაობს, მაგრამ ეხლა არის მოცემულობა იმ კონტექსტში, რომ სრულ ჩაგედილ რეჟიმზე არის სახელმწიფო გადასული და რეალურად რასაც ითხოვ აზრი არ აქვს. მიდიხარ პრობლემით მოგვარებას არ ელოდები და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის ფრუსტრაციას, ხო? შენ მიმართო ერთხელ განცხადებით, ჯერ ერთი რო ვერც მიმართო, იმ დრო განცხადებას ვერ დაძერ, ერთხელ ორჯერ მესამე მეოთხე, ეს პრობლემა როცა აკვარტება, უკვე შენ ასე ვთქვათ ნიჰილიზმში ხარ, რომ ეს მაღალი არ აქვს ამ მიმართვების. მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფოს კარაშეც შემიძლია ვიარსებო, თეორიულად კი, მაგრამ პრაქტიკულად მაშინ თუ სახელმწიფოს კარაში შემიძლია ვიარსებო, მაშინ ამ შემთხვევაში რა გამოდის? სულად გულებელყოფილი ვარ, როგორც მოქალაქე? გადასახადებს რატო ვიხდი? ხო, გადასახადებს რატო ვიხდი? თუ არ მჭირდება. ვარ სრულად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარ საჯირო სახელმწიფოს, თუმცა სახელმწიფოს ინტერესი გვაქვს ჩვენთან მიმართებაში. აი, ეგ ძალიან ბევრი კითხვა, მაგრამ როგორც არის ესეთი ცნობილი ფრაზა, ხანდახან ჯობია უპასუხო კითხვები, ვიდრე არ დასმული. და შენი კითხვაც რო დაუბრუნდეთ, ხო? აქტივისტების და ეს გარანტიების როლი რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა სახელმწიფო ასე თუ ისე მცირედიც კი ფიქრობს მოქალაქის კეთილდღეობაზე და თუნდაც დაჟინებით და ბრძოლით ახსენებ რაღაცებს, შესაძლოა რაღაც პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ არა ისე, როგორც უნდა იყოს. ჩვენ არასდროს ყოფილა ისეთი მოცემულობა იორმუხანოსთან მიმართებაში, რომ პრობლემები მოგვარებული ისე, როგორც უნდა მოგვარებული იყო. ფაქტობრივად საქართველოში რა რეალობა არის შექმნილი, ხო? სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოსგან იცავს მოქალაქეს. და რეალურად სამოქალაქო საზოგადოების არსებობის ფილოსოფია მაშინ გამარიობდა თავიდან, ხო? სამოქალაქო საზოგადოება იყო ასე ვთქვათ, არამომგებიანი სფერო, რომ სახელმწიფოს სადაც იყო სიცარიელე, მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობა ცდილობდა რომ შეავსოს ამ სიცარიელე და სახელმწიფო მიხვდეს სად არის სიცარიელე და ეს თვითონ მერე მიხვდეს ეს რეკომენდაციები, გაიზიაროს არასამთავრობის რეკომენდაციები და მოაგვაროს რაღაცა პრობლემები. და ის არა რომ საქართველოში როგორც ხდება, რომ სახელმწიფო ებრძვის არასამთავრობებს როგორც მტერი. აი, ჩვენ საუბრობთ მოკლედ, რომ ეს ყველაფერი არის სისტემური და ყველას რაღაც თავის პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ამ პრობლემების მოგვარების მექანიზმი, საზოგადოების ჩართულობის მექანიზმი, ანუ სისტემის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე. მაგრამ მაინც რომ დაუბრუნდეთ იორმუხანლოს აი ყოფით პრობლემებს, სისტემას თავი რომ დავანებოთ, აი რომ გაიღვიძებს ადამიანი დღეს იორმუხანლოში რა პრობლემა ხდება, რა ყოფითი პრობლემა ხდება მის ყოფა ცხოვრებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველაზე მეტად ხალხს რა აწუხებს, რა უჭირს. აი, შენ ძეგან ახსენ ესეთი რაღაცა, რომ
მეც დმანისიდან ვარ და დმანისშიც დიდად არ არის განსხვავებული რეალობა, ხო? არ განსხვავდება, იმიტომ რომ ორივე ეთნიკურად უმცირესობების დასახლებული რეგიონია. ბონისშიც არ განსხვავდება დიდად, არც მარნიულში, ხო? მაგრამ გორში ხო განსხვავდება. ქუთაისში, მცხეთაში, ხო? სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები არ არიან კომპაქტურად დასახლებული. თუნდაც მარნიულის შიგნით ავიღოთ, ხო? თამარისი და ქვემოსაროლი ხო განსხვავდება. ან თამარისი და ასე ვთქვათ რომელიმე ეთნიკური უმცირესობების დასახლებული სოფელი ხო განსხვავდება ერთმანეთისგან. აი ზუსტად იქ არის სისტემური დისკრიმინაცია, როცა ჩამოდიხარ ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ სოფლებში, ეგრევე ხვდები ეგ სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, რის ძინაშეც დღეს დგას მოქალაქეები და ზუსტად ეს სისტემური დისკრიმინაცია ყველაზე დიდი ჩამგრავი ძალა ამ მოცემულობაში. პრობლემაზე მედი აღარაფერი გვაქვს ჩვენი ორმოყანლოში. ბევრს შეგვიძლია ვისაუბრო, განათლება, ცალკე აღებული პრობლემა, ხო, წყლის პრობლემა, ფერმერების პრობლემა, მიწის პრობლემა, ტრანსპორტის პრობლემა და ასე შემდეგ, ხო? ან თვითმმართველობასთან კომუნიკაციის პრობლემა ცალკე ამბავია, ხო? თვითმმართველობასა და ჩვენ შორის არსებობს ხიდჩადახილობა, საერთოდ ჩვენ ვადარებდით კვლევა ორ საინტერესო კითხვებზე გეტყვით. ერთ-ერთი კითხვა იყო ის, რომ როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური ორმოღალნოს. და მოსახლეობა საუბრობდა ბაზისურ საჭიროებებზე. იმდენად შორს ვართ იდეალურ რეალობისგან ჩვენ და მოსახლეობისთვის ბაზისური მოთხოვნილებების დაგმაყოფილება უდოლდებოდა იდეალური ორმოღალნოს. იმდენად შორს ვარ ჩვენ რეალურ მოცემულობისგან, ხო? და მეორე გითხრა, რომ აი ხედავთ თუ არა თვითმმართველობის მუშაობაში თქვენი როლიო, ერთ-ერთი მონაწილემ დამსვა ასეთი კითხვა, ჯერ გითხრეთ იმას, რომ ვიცით თუ არა სად მდებარეობს მუნიციპალიტეტიო. იმდენად ამოვარდნილია საერთოდ ჩვენი ცხოვრებიდან და იმდენად ვეღარ ვხედავთ ჩვენ მუნიციპალიტეტს როლს ჩვენ ცხოვრებაში. თუ სისტემური მიდგომა უმცირესობებთან მიმართებაში არ შეიცვლება, არც პრობლემა არ მოგვარდება. შესაძლოა რაღაცა წინძასვლები მცირე იკვეთებოდეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაცა წინძასვლა იკვეთება, როგორც დღეს ხანდახან ვამბობთ, რომ აი რაღაცა უგეთესობისგან შეიცვალა. მაგრამ პრობლემა ცალკე აღებული, რაზეც ეღრდნობა, ეს არ მოგვარდება. აი ან მე ასე უყურებდი, რომ ეს ყოველთვის ვერიდებოდი ხაზი გამისვა ეთნიკური ნიშნით, პრობლემები გამომეყო ეთნიკური ნიშნით. აი დღემდე ბოლომდე ვერ ხვდები, გარდა იმისა, რომ ჩვენ საერთო პრობლემები გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა ეთნიკურად რომელ ჯგუფს მივეკუთვნებით, ყველას გვაქვს გზის პრობლემა, წყლის პრობლემა, რა ემატება კიდევ ეთნიკური ნიშნით, რომ უმცირესობაში, აი რა პრობლემა ემატება? ხო, დღესაც არის ეგ მიდგომა ზოგადად, აი ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიდგომაც ეგ არის, რომ აი ჩვენ რადო ეძახით საკუთარ თავს ეთნიკური უმცირესობები, ჩვენ ხო ერთი ქვეყნის ასე ვთქვათ შვილები ვართ და ჩვენ ხო ასე ვთქვათ საქართველოს მოქალაქეები ვართ და რაღაცა და ასე შემდეგ, ხო? ანუ იმის უარყოფა, რომ შენ ხარ ეთნიკური უმცირესობა, იმის უარყოფაც არის, რა სპეციფიკური საჭიროებების წინაშე დგახარ. ფაქტობრივად, როცა უარყოფ ეთნიკურ ასე ვთქვათ უმცირესობის ფაქტორს, უარყოფ იმასაც, რომ ეთნიკური ნიშნით რა პრობლემის წინაშე დგახარ, მაგასაც უნდა უარყო. მაგას ვერ ვუარყოფ, მაგრამ ნახეთ, ეთნიკური უმცირესობაში არ გულისხმება რაოდენობრივად ჩვენ ვართ უმცირესობაში. რეალურად მებით უმცირესობაში ვართ ჩვენ, არადომინანტური ეთნიკური უმცირესობას, ამიტომ ვეძახით, რომ სწორი ტერმინი არის ზუსტად არადომინანტური ეთნიკური ჯგუფი, ხო? მარნიულში რაოდენობრივად უფრო ბევრნი ვართ მაგალითად. იქ ვართ ჩვენ დომინანტური, ნებით არ ვართ, ხო? მაინც 9%-იანი დომინანტური ჯგუფი, ნებითაც უფრო დომინანტია. რა არის ეს კონკრეტულად ეს პრობლემები ყოველდღიურად? იმიტომ რომ სახელმწიფოს ხედვიდან სხვა ხარ. შენ ხარ მეორე ხარისხოვანი და რასაც გაწლევ, რასაც გთავაზობ და რაც მოგიყვარებ,
მადლიერი უნდა იყო. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვართ ტოლერანტული ქვეყანა. და რითი აიხსნება ტოლერანტობა, ხო? თუ მე მოგიყვები არაერთი მაგალითი და ჩვენ ავხსნათ მაშინ სად ვარ ტოლერანტობი, ხო? 45 დღის წინ მაგალითად რომ მოიპოვეს ახალგაზრდა გოგონას ცხეტარი და არ დაეწია ძღილის დონე და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეწია, როცა უკვე სხვა შემთხვევა მოხდა. ნაკლებად ღირებულია ამ შემთხვევაში ჩემი ცხეტარი თუ რა არის? ხო? ეს ტერმინიც ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ ეგ ტაპუ რო ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტული საზოგადოება, სხვანაირად ვერ გავტეხავთ. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ტოლერანტობა არ არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ამ მოცემულობაში. ეს არ არის ტოლერანტობა. უამრავი მაგალითია იმის, რომ მიანიშნებს იმაზე, რომ ტოლერანტობა რეალურად არ არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით. და საბოლოო ჯამში ეს სისტემური ნაკლებ სოლიდარობას ელოდებიან საზოგადოებისგან და იმიტომ ბედავენ რომ თუნდაც იმ გოგოს ცხედარს არ გამოეცხადებინათ ზებნა არ ჩაიკეტათ ეს თუ არ გაეხსნათ ჰესი სახელმწიფო რატო აძლევს თავს ამის უფლებას რომ როგორ ბედავს სახელმწიფო ამას რის საფუძველზე ბედავს ფიქრობს რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ საზოგადოება ნაკლებად სოლიდარულია თუ რატომ აკეთებს ამას? ხო, აი ეგ ძალიან საინტერესო კითხვა და რეალურად ძალიან ბევრ სისტემურ ხარვეს უკავშირდება საბოლოო ჯამში, ხო? ეს ამბავით ზუსტად იყო ეს სისტემური დისკრიმინაციის შედეგი. და ჩვენ რა დავინახეთ? როცა არის არაეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელზე საუბარი, სახელმწიფოს გრძნობს გარკვეულ სახის პასუხისმგებლობას. მაგრამ როცა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელზე არის საუბარი, ეს პასუხისმგებლობის გრძნობაც იქნება. მე მგონია რომ არც ერთ ნაწილში არ გრძნობს პასუხისმგებლობას, უბრალოდ სადღაც მეტად ეშინია საზოგადოების მღელვარების და მეორე შემთხვევაში ნაკლებად ეშინია. ეგ ზოგადი მოცემულობით რანაირი პასუხისმგებლობას რო არ გრძნობს, ამაში ვთანხმდებით ყველა, მაგრამ უმცირესობა ზუსტად რაში იხსნება ეთნიკური უმცირესობა ეგ ნიშანი, როცა ხარ უმცირესობა, ხარ ორმაგ დაჩაგრული. აი ეთნიკური ნიშნით ხო ჩაგრები, რელიგიური ნიშნით ცალკე ჩაგრები, ენობრივი ნიშნით ცალკე ჩაგრები. რეალურად ორმაგად კი არა, სამმაგად ოთხმაგად ხარ, ასე ვთქვათ, ჩაგვრის ობიექტი. და რეალურად ეს აი თვითმმართველობას ვერ მიმართავს, ენას ვერ გამოიყენებ, როცა შენი პრობლემა ხდება მეორე ხარისხოვანი ხარ, როცა შენი პრობლემა ნაკლებად მნიშვნელოვანი, კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ ნაკლებად ხარ მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის. ანუ შენ რო არსებობ ამ ქვეყანაში და რასაც გთავაზობ და რასაც გიყვარებ როგორც შენი პრობლემას, მადლიერი უნდა იყო ამით. მეტის მოთხოვნის შემთხვევაში უკვე ფიქრობენ რომ აი შენ ხარ რადიკალი. როგორ პეტავ და ითხოვ ბაღს. როგორ პეტავ და ითხოვ რომ ასე ვთქვათ მუნიციპალიტეტის გვერდზე ორენოვანი დაიდოს ასე ვთქვათ ინფორმაცია. როგორ პეტავ და ითხოვ რომ მთარგმნელობითი სერვისი შეიქმნას და როცა ითხოვ რომ მთარგმნელობითი სერვისი შეიქმნას, ანუ ფიქრობენ რომ ნახე ეს რადიკალები ვინები არიან, რანაირად ითხოვენ რომ ორ ენაზე დაიდოს ინფორმაცია. ამას რომ შენ ამ ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქედ არ იგრძნოთ თავი და მუდმივად დამადლების რეჟიმში უნდა იყო, ამას გაჩვევენ, ვფიქრობ თავიდანვე, რომ თავიდანვე გაჩვევენ რომ ამ ქვეყნის მოქალაქე შენ არ ხარ. უფრო მეტიც ან სისტემა. კი, ეგეც არის და უფრო მეტიც სისტემა გურძიფელად ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ სხვა. და ჩვენ არ ვართ ამ საზოგადოების და ამ ქვეყნის ნაწილი. აი მაგალითად თმანიში აზერბაიჯანული სექტორის სკოლებში შედის სახელმძღვანელოები, სადაც აზერბაიჯანის დროშაა, აზერბაიჯანის ჰიმნი პირველ კლასიდანვე სკოლაში გრძნობ რაღაცას ამ ქვეყნის მოქალაქედ კი არა, თავ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, სხვა ხარ. აი შეგიძლია მითხრა ერთი ნოვრუზ ბაირამი, სადაც აზერბაიჯანის ელჩის გარეშე არის ჩამოსული სახელმწიფოს მაღალთანამდებობის პირი მარნეულში. არ არის მსგავსი პრაქტიკა. არც ის რომ რაღაც ანუ ყოველთვის ეთნიკურად აზერბაიჯანელების საკითხი ხდებოდა და გვარდებოდა აზერბაიჯანის გავლით. ეხლა დღესაც არის ეხლა.
ეგ ამბავი. არჩევნებზე არჩევნებზე ეგ ცალკე პოდკასტის საკითხია მე თვითონ მიკითხავ, მაგრამ კი ანუ ჩვენ ზუსტად მაგიდომ არის მნიშვნელოვანი რა ფრაგმენტულად არსებული მოცემულობები ჩვენ უნდა გადმოვიდანოთ უმცირესობების პოლიტიკაში, უნდა დავინახოთ სად არის ეს სისტემური ჩაგვრა როგორ ხდება, ხო? და აი ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ ჩაგრებით და საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც დგება და გვეუბნება, რომ მადლიერი უნდა იყოთ. და რატო გვეუბნება ეს მადლიერი უნდა იყოთ? ხო, ჩვენ ისედაც ხო არ ვართ მათთვის ამ საზოგადოების დიდად ნაწილი. მაგას საზოგადოებას კი არ ვაბრალებ და ასე ვთქვათ, კი არ ვეუბნება ეს საზოგადოების პრობლემა. ეს არის ზუსტად ეს ვაკუუმის, ეს შექმნილი სისტემური მოცემულობის შედეგი, რომლებიც მერე იშლება უკვე საზოგადოების დონეზე. ჩემი ყოველდღიურობა არის ბრძოლა. მაგას მე ვერ ავხსნი ვერც ერთ დომინანტურ ჯგუფის წარმომადგენელს. მე ვერ ავხსნი ჩემთვის რამდენად დიდი შრომასთან არის განათლების მიღება, რამდენად დიდი შრომასთან არის განცხადების წერა, წყლისთვის ბრძოლა, რომლებიც ცალკეღებული წყალზე უფლება, ხო? უფლება და არა რაღაც პრივილეგია. ასე ვთქვათ, მიძა რომ უნდა მქონდეს, ხო? და ასე შემდეგ. მე ამას ვერ ავხსნი რამდენად დიდი ბრძოლის შედეგია ეს ყოველდღიურობა ჩემთვის. მაგას ვერ ავხსნი, იმიტომ რომ იგივეს თუ ვერ გრძნის, სოლიდარობის განცდა შესაძლოა გქონდეს. არის კიდევაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჩვენს მიმართ სოლიდარობა, ხო? მაგრამ შენ როცა შედიხარ ისეთი სიყრმისეულ ნაწილში ამ პრობლემების თუ საიდან წარმოიშავა ეს პრობლემა და ეს უნდა მოგვარდეს. უკვე იმ ნაწილშიც კი შესაძლოა იფიქრონ იმაზე, რომ ნახეთ, უკვე ისინი ისეთ რაღაცებს ითხოვენ. ხანდახან როცა კომენტარებს წერენ, ხო? ჩვენ ქართველები ვართ უკვე ამ ქვეყანაში უმცირესობა. ან კიდე მეორე ნარატივი, რომელიც წლების განმავლობაში კიდევაც ეგრეა, რომ უმცირესობების ცნობიერება უნდა ავამაღლოთ. არა, პირიქით, უმრავლესობის ცნობიერება უნდა ავამაღლოთ. უმცირესობის ცნობიერების ამაღლება არ ჭირდება. არც დასჭირვებია არასდროს უმცირესობის არასდროს ქონია იმის ფუფუნება და იმის რესურსი, რომ უმრავლესობას დისკრიმინაცია მოახდინოს. ეს ბუნებას ეძინააღმდეგება. თუ ჩემ დალაგებული სისტემა მექნება, ტრანსპორტი მექნება, საბავშვო ბაღი მექნება, სკოლა მექნება, ძიგნები მექნება და შესაბამისად თვითმმართველობას და მოთხოვნის უფლება რეალური მექნება, რანაირად რომც მინდოდეს ვერ მოვახდენ ინტეგრაციას. აი როგორ ვიტყვი ინტეგრაციაზე უარს? ვიტყვი რომ არ მინდა სახში ჩავკიდავ საკუთარ თავს თუ რას ვიზამ. თუ ტრანსპორტით მაქვს გასვლა მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღიდანვე ისწავლება ქართული ბილინგურად შესაბამისი სისტემით, საჯარო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომით ისწავლება, ასე ვთქვათ, ქართული ენაც და მშობლიური ენაც და ხანდახან ამბობენ რომ სახელმწიფო ენის სწავლოთ გინდათ, რადო არ მიყავთ თქვენი შვილები ქართულ სკოლაში. იმიტომ რომ სახელმწიფო ენის სწავლა არ უნდა ხდებოდეს ჩემი მშობლიური ენის ფასად. თუ გინდათ თქვენი ენის დაცვა, ჩვენც გვინდა ჩვენი ენის დაცვა. სახელმწიფო მიდამ არის სახელმწიფო, რომ ვალდებულია ორივე ენა მასწავლოს სათანადო დონეზე. და სახელმწიფო ენის სწავლა თუ უნდა დამჯდეს ჩემი მშობლიური ენის ფასად, უკვე იქ უნდა დავინახოთ ჩვენ სისტემური დისკრიმინაცია. და კიდე მეორე ამბავი ენის საკითხთან დაკავშირებით, ენის საკითხიც რო შევაჯამოთ პარემ, ხო? ყველაფერი დაფუძნებულია თითქოს ენის არცოდნაზე. და თითქოს სახელმწიფო ენის სწავლას თუ მოახერხებ და ისწავლის სახელმწიფო ენის, ყველა პრობლემა მოგვარდება. აი ქისტების შემთხვევაში მოგვარებულია მაგალითად. ან იეზიდების შემთხვევაში. ისინი ხო ძალიან კარგად იციან სახელმწიფო ენას. და უმცირესობები არიან, მოგვარებულა მათი სისტემური პრობლემა არ მოგვარებულა, ხო? და უბრალოდ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სომხებთან მიმართებაში რადგან რაოდენობრივად უფრო ბევრი ვართ, მოხდა ერთგვარი სისტემური იარაღი, სადაც არ უნდა მიხვიდე, გედელივით დაგხვდება. აივანი ჩამოინგრება მარნიულში, ენა ისწავლე. საბავშვო ბაღს ითხოვ, ჯერ ენა ისწავლე. სახელმწიფო ბაღს მაგის გამო ითხოვ, რომ ენა უბრალოდ ისლების გადმოტანა. კი, მაგით ხო, სხვა
არაფერის ძალიან ისეთი მიმზიდველი თემაა და ძალიან გაგვიტაცებს ამაზე საუბარი. უბრალოდ ერთი მინდა კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხარი ნაცნობია ჩემთვის ეს პრობლემები, ხო, დმანისის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც აი ყოფაში და უშუალოდ რო ხედავ, კიდევ ძალიან შოკის მომგვრელია, აი მაგალითად წყლის პრობლემა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გაქვს წყალი. აი ჩვენ ვიცით თბილისში რამდენიმე საათით რომ შეწყდება წყალი სოციალურ ქსელში რა ამბავია ხოლმე, ხო? და რა დღეში ვარდება ხალხი. და რეგიონებში ხო ხალხი უწყლო ცხოვრებას შეგუებულია, რომ წყალი არ აქვს. ეს კიდევ უარესია, რომ ხალხი შეგუებულია ამას, რომ უწყლოდ უნდა იცხოვროს. შეგუებულია იმას, რომ წვიმის წყალს აგროვებს და ამ წვიმის წყალს იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეგუებულია იმას, რომ კილომეტრებით დადის, კილომეტრებს გადის, რომ სასმელი წყალი ყოველდღიურად მოიმარაგოს. და შენ იორმუღალოში შენი გამოცდილებით მოყევი, როგორია, ხო, შენი ბებია ბაბუა ცხოვრობენ იორმუღალოში და ამ ყოფაში უწყლო ცხოვრება როგორია? თქვენ სიუჟეტი ნახოთ. ნაწყვეტი და ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, რომ ვიღაცისთვის, ხო, ვიღაცისთვის, ვისაც ეს არ უგრძნია, ხო? რასაც არ გაქვს ნაჭამი, დემოსაც არის, ხო, შესაბამისად. ხო და აი ადგილზე რო ხედავ სხვანაირად მე შოკში გაგდებს ეს ამბავი. ბუნებრივი ხდება. აი ეს სიუჟეტი მაგალითად. Qazlar kəndi çox pis problem yaşayır bu Susarıya. Oradan kənddən buraya kilometr yarımdır. Piyada bu suya gəlirdi cəmaatımız. İt yolda itlər yeyə, çətinliklə, əziyyətlə gəlib bu gördüyünüz sudan su aparırdılar. İndi də qavr çayı daşdı, sumuzu apardı. 3-4 gündür cəmaat susuzdur, sudan əziyyət çəkirlər. Çox əziyyət çəkirlər. Şəxsən mənim özüm dünən getdim, Gürcü kəndindən su gəldim. Orada da problem yarandı. Deyir ki, öz sunuz sana ki, bizə suya gəlibsiniz. Biz xahiş edirik ki, bunu nəzərə alasınız. Hökumət baxmır bu kəndə, heç kim baxmır. Heç bir vaxtda qazılarda su yoxdur. Nasos var, o da sunun içində qalıb. O da işləmir. Susarıya qazılar problem yaşayır. Bizdə 24 saat heç vaxt su olmayıbdı. Olan vaxtlarda, məsələ ki, yaz aylarında heç olmur. Belə su daşanda su problem yaranır. Qışda donur problem yaranır. 24 saat nə vaxt olur, mən başa düşə bilmirəm. Bizdə su çox problemdir. Bir su yox, hər cür problem var. Yəni bu kəndə nəzarət edən yoxdur. Biz hələ mən özüm bilmirəm ki, kəndin kənd soveti kimdir. Telefonla əlaqə saxladım, xətrinə dəyir ki, deyirəm sel aparıb burayı, deyir ki, nə ayrım, gedin qayrım. Özüm tanımıram, üzvə üz görüb tanımamışam. ასფალტი ხო დავაგეთ წყალით, ეხლა თქვენ თვითონ გააკეთეთ. ეხლა რომ დაბრუნდეთ ამ ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე, გითხვით ჩვენ საკითხს. ამ ვიდეოში სადმე ხედავ სახელმწიფოს როლს? პირიქით თავს არიდებს და საყვედურობს რატო მელაპარაკები პრობლემებზე. ზუსტად, აი ამის ახსნას ვცდილობდი. ძეყანაც რომ მიატოვა სახელმწიფომ. და რაღაც მომენტებში ამბობს, რომ შენი თიცხოვრო, როგორც გინდა. ამას ოღონდ პირდაპირ არ გიარგეუბნება. ამას რაღაც ეკნება რაღაც მფარველი ფარდები. ხო, ან ბიუჯეტი არ იქნება. ან იტყვის, რომ რამდენიმე წელში მოგვარდება, ან იტყვის, რომ თქვენი მოსახლეობა ამას ასე ვთქვათ, არ მოუთხოვებია, ან იტყვის, რომ სოფლის წმენებულები ამას ჩვენთვის არ უთქვამს. უამრავი მიზეზი, ხო, რა სოფლის წმენებულებთან დაკავშირებით ასე თქვა, ხო მოვისმინე. მაშინ მე რატომ მართმევ ყოველდღიური ცხოვრებიდან ფულს? კი, ზუსტად. გადასახადების სახით, ხო, რატომ მოდის შენთან ფული? მისთვის გაძლევ ფულს, რომ
დაგიქირავე და მემსახურო. და საზოგადოება ამას არ ეუბნება, იმიტომ რომ საზოგადოებაში ამის პრობლემაა, ხო? სამოქალაქო განათლების პრობლემაა. ჩვენ არსად არ ვსწავლობთ ჩვენ კი, განათლების სისტემა ემსახურება საკუთარ მოცემულობას. განათლების სისტემა არ ასწავლის ის, რასაც მოქალაქეს სჭირდება. ასწავლის ის, რომ ჩვენ აღზრდიან როგორ, ხო? ჩვენ უნდა ვიყოთ სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეები. და ვისთვის უნდა ვიყოთ ღირსეული? სახელმწიფოს პერსპექტივიდან როგორ არის ღირსეული მოქალაქე? როცა პრობლემას მოითხოვებ, შენ ხარ თუ არა ღირსეული მოქალაქე სახელმწიფოს პერსპექტივიდან? ეგ არის მთავარი ამბავი. პირიქით საყვედურობენ. პირიქით საყვედურობენ, იმიტომ რომ შენ მეც ითხოვ, რასაც სახელმწიფო შენთვის, ასე ვთქვათ, აქვს გამოყოფილი. შენზე უკეთ იციან თითქოს შენ რა გინდა. კი. ამის სხვათა შორის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს აქვს ამის ამბიცია. და გვეუბნება კიდევაც, რომ შენზე კარგად ვიციო შენი პრობლემებს. შენ როცა ითხოვ მაგალითად სახელმწიფო ენის სწავლას, გეუბნება, რომ შენზე კარგად ვიციო რა არის პრობლემას. და პოპულისტური განცხადებებით გამოდის, შერგების სამინისტროს ჰქონდა მაგალითად ქართული ენა გვაერთიანებს, ხო? ასეთი პოპულისტური პროგრამა ისა ჰქონდა, კამპანია ჰქონდა. რას მიზანს ემსახურებოდა? იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ იმ სისტემური პრობლემების, რასაც ვაჩვენეთ, რომ რეალურად ჩვენ კი გვინდა სახელმწიფო ენის სწავლა, სახელმწიფო არ გვასწავლის. ამის საბირისპიროდ დაღენების მცდელობა იყო ეს კამპანია თავიდან ბოლომდე. და დაუბრუნდეთ წყლის პრობლემას, ხო? იცხოვრო წყლის გარეშე. შენი მაგალითიდან როგორია იორმუღალოში, ხო, გაქვთ რო გატარებული, როგორია ეს უწყლოდ ცხოვრება ყოფაში? იცხოვრო წყლის გარეშე ნიშნავს იცხოვრო უფლებოდ. წყალი არა, რამდენად მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ, არსებობის წყაროა და ასე შემდეგ, მაგაზე აღარ შევალ, ეგ ყველასთვის ცხადია, ხო? და თუ არ გაქვს წყალზე წვდომა, შენი უფლებები გეზღუდება, იმიტომ რომ წყალზე უფლება არის ცალკეღებული უფლება, რომელიც არის სოციალური უფლება, ხო? შენ უნდა გქონდეს წყალზე წვდომა. და როცა ეს უფლება არ არის ხელმისაწვდომი, ესე იგი სახელმწიფოს რაღაც დამაკლა. და იორმუღალოში ეს მოცემულობა გართმევენ, წყალი შენი მართვებენ კი არა, ხშირ შემთხვევაში სრულყოფად არასდროს მქონია. ან რასაც არ გაქვს ნაჭამი, გემოსაც არ იცი, ხო? და აი ზუსტად ეგ არის ამბავი, რომ არასდროს მქონიაო 24 საათიანი წყალი, ხო? არ მქონია ჩვენ. ხო, წეგარა უსაუბრობდი პრეცედენტებს ერიდებიან თქო, აი მაგალითად დმანისში რო პეტიციით 25 სოფელს ტრანსპორტი დაენიშნა, მომდევნო წელს 5 სოფელმა პეტიციის გარეშე და ზედმეტი რაღაცა ძალისხმევის გარეშე, იმიტომ რომ გვერდითა სოფელს თუ ემსახურება ტრანსპორტი, მე ვხედავ, რომ ესე იგი შესაძლებელი ყოფილა, მეც მინდა. დაინახეს ეს პრეცედენტი, რომ მოხდა, ნახე, მოითხოვეს და მოხდა და საზოგადოება უფრო გააქტიურდა, უფრო შეაწუხეს ალბათ თავიანთი სოფლის წარმომადგენელი და 5 სოფელმა დაანიშნინა ტრანსპორტი. ხო და ამ პრეცედენტებს ერიდებიან, რომ ხალხმა გემო გასინჯოს. რომ რა კარგია ესე იგი წყლით ყოფა და არ უნდა შევეგუო მე უწყლოობას. კი ბატონო, ზუსტად ეგ არის, რომ როცა არ გაქვს შესაბამისად და არასდროს გქონია და ითხოვ ამას არ მოგცემს. იმიტომ რომ იცის, რომ თუ აჩვენებს, რომ რაღაცა მოგვარებადია, ან რეალურ პრობლემას მოგვარება როგორ იწყება, ხო? რითია განპირობებული. ჯერ უნდა აღიარო, რომ ეს პრობლემა არსებობს. შენ ამ პრობლემას დღეს ესე გშუა დააღენებ, იტყვიან, რომ ხლა რა ვქნათ, ქუთაისშიც არსებობს წყლის პრობლემა, მაგრამ ჩვენ ხო შეფარტებითი მოცემულებაზე ვსაუბრობთ. ქუთაისშიც არსებობს, მაგრამ ქუთაისში ვსაუბრობ სახში წყლის არ არსებობაზე. მაგრამ ჩვენ დმანისზე და იორმუღალზე ვსაუბრობთ, ვიდეოში დავინახეთ, ხო? რა ფორმის წყლის არ არსებობაზე ვსაუბრობთ ჩვენ. აი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მგონია.
ტრადიციების საკითხი და ტრადიციების გადააზრების საკითხი, ხო? ეს არ აქვს მნიშვნელობა ეს ეთნიკურად ქართველები იქნებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ვფიქრობ, ტრადიციებს ყოველთვის სჭირდება ხელახლა გადააზრება დროის კონტექსტში, ხო? რა დროში ვცხოვრობთ იმ კონტექსტში. აი აქ თოზო საუბრობს. ზოგადად საქართველოში გონია რომ ერთი რეგულაციით, ერთი კანონით, ერთი მიდგომით, ერთი სტრატეგიით მოვაგვარეთ სხვა დანარჩენ პრობლემებს. ფაქტია რომ ეს აღარ მუშაობს. ნადრევ ქორწინების შემთხვევაში დღეს ჩარევა შესაძლოა მხრიდან ხდება, მაშინ როცა ქორწინება უკვე არის. მანამდე დანაშაულად არ ითვლება თუნდაც ნიშნობა. რაც მგონია კი არა და მასეა, ეს არის ბავშვის ნების წინააღმდეგი ქმედება. ანუ მშობელმა რატო უნდა გადაწყვიტოს 14 წლის გოგო სამომავლად გაყვეს ვიღაც A ტიპს. ჩვენ გვინდა პრევენცია, იმიტომ რომ ქორწინება რო ხდება, მერე ამ გოგოს გადარჩენა ხდება ძალიან რთული. ვინ არის ამ ამბავში დამნაშავე? სახელმწიფო, ოჯახი, საზოგადოება, ტრადიცია, ვის პასუხისმგებლობას ხედავ? დავიწყოთ ტრადიციის ნაწილით, რომ პირველი კითხვა, რასაც უნდა დავსვათ, რამდენად არის ტრადიცია. და მეორე, აი ადამიანის დაჯერა რო იყოს მაგალითად ლაშაშენი ტრადიცია. რო დაჯერა ადამიანი. და მაგალითად მიხვიდე და თქვა რომ ადამიანს დაჯერა ჩემი ტრადიცია. ამის გამო ვინ გაამართლებს? იტყვის რომ რა ტრადიციაც არ უნდა იყოს, ხო ადამიანი დაჭერი ხო საბოლოო ჯამში. და თუ ეს ტრადიცია რას ცვლის? რამეს ცვლის? თუ სახეზე არის იძულებითი ქორწინება, რომც იყოს ტრადიცია, ეს რაღაც მოცემულობითი ცვლილებას ახდენს გავლენას? არა, ხო? და შესაბამისად, უბრალოდ სისტემამ შექმნა რაღაცა ცრუ ტრადიცია, რომ გაამართლოს საკუთარი სისტემური ხარვეზი. თოზე რაზეც საუბრობს რეალურად პრობლემის სწორ არ დანახვაზე არის საუბარი. სისტემა სხვანაირად უღურებს პრობლემას, ჩვენ ვეუბნებით სულ სხვა რაღაცას. ჩვენ ვეუბნებით, რომ ნაადრევი ქორწინება შედეგია. შენ სანამ გაიღვიძებ, უკვე დარღვეული ადამიანის უფლება. და ნაადრევი ქორწინება არის უამრავი სისტემური პრობლემის შედეგი. ნაადრევი ქორწინებით არ იწყება პრობლემა. ნაადრევი ქორწინება, როცა ხდება, უკვე იქამდე დარღვეულია იმ გოგონას უფლებები. ზუსტად ამაზე არის საუბარი. განათლების სისტემა როცა ვერ პასუხობს, რეფერირების სისტემა როცა ვერ პასუხობს, სოციალურ-ეკონომიკურად როცა ხარ დაჩაგრული, როცა დასაქმების ადგილი არ გვაქვს, ელემენტარული ბაზისური ინფრასტრუქტურას როცა არ გაქვს ხელმის საწვდომობა, ეგ ყველაფერი ერთიანად მიაქვს ამბავს ნაადრევ ქორწინებამდე. ამაზე არის უამრავი კვლევა. უბრალოდ ამის აღიარება იმ სისტემური ნაგლის აღიარებაც არის, რასაც რეალურად სახელმწიფოს უმოქმედობით არის გამბირობებული. და ამას თუ სახელმწიფოს აღიარებს იმას, რომ მე ფაქტობრივად უნარო და უმოქმედო ვარ ამ პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში. ამას არასდროს არ აღიარებს. უფრო მარტივია დააბრალო უმცროსებებს, უფრო მარტივია თქვა რომ ეს არის შენი ტრადიცია, უფრო მარტივია თქვა რომ ეს ნაადრევი ქორწინება პრობლემაა და ამას უნდა მოვაგვაროთ. ერთხელ დავსვათ კითხვა. პირიქით რომ თვალს ხუჭავ ამ ამბავზე სისტემა, ამით მოიმადლიერო კიდეც ვიღაცა, რომ აი ნახე თვალს ხუჭავ, იმიტომ რომ შენს ტრადიციებს პატივისცემ. და ერთხელ დავსვათ კითხვა. ოკეი, თუ ნაადრევი ქორწინება არის პრობლემა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა? ინდივიდებზე პასუხისმგებლობის გადატანა ძალიან მარტივია და ხშირ შემთხვევაში ინდივიდების პასუხისმგებლობაც რო იგვეთებოდეს და ამ პასუხისმგებლობის ინდივიდებზე გადატანა შეამსუბუქებს სისტემის პასუხისმგებლობას და სისტემაც მაგას უნდა. სისტემა უნდა რომ შენ პასუხისმგებლობა ინდივიდებზე ასე ვთქვათ გადაქონდეს და გაწმინდოს საკუთარ ხელები. ამ ფორმით როცა ვისაუბრებთ, ვიღაცამ ადგება და იტყვის, რომ ამართლებთ ინდივიდების ასე ვთქვათ ქმედებებს და მათ პასუხისმგებლობას. არავითარ შემთხვევაში.
ჩვენ ვსაუბრობთ რომ სისტემამ სად გაქრა. აი რადგან ტრადიციაზე ვსაუბრობთ, შენიანს რამდენად არის კულტურის ნაწილი ეს და რამდენადაა თვითონ თემში მზაობა, რომ ამ ტრადიციის გადააზრება მოხდეს. მე არ მგონია რომ ნაადრევი ქორწინება არის რაიმე სახის ტრადიცია. ქორწინება წარმომადგენელს და უფროს თაობაც ასე ფიქრობს? უფროს თაობა შესაძლოა იფიქროს, რომ არანაირი პრობლემა არ არის ადრეულ ასაკში ქორწინება. თუმცა ამას ტრადიციას ვერ დავარქმევთ. ტრადიცია რა? ტრადიცია არის ის, რომ ყველა მიყვება, ხო, ამ წეს. და ქორწინებას როგორ გადაიხდი, ეს შეიძლება იყოს ტრადიცია. აი მაგალითად ჯერ ნიშნობა, მერე ქორწილი, მერე ასე რომ ვთქვათ რაღაცა თანამიმდევრულობის დაცვის ამბავში, ხო? ეს შეიძლება იყოს ტრადიცია, მაგრამ ის რომ აუცილებლად 14 წლის ასაკში უნდა დააქორწინოს, ეს ტრადიცია ვერ იქნება. და სტატისტიკაც გვეუბნება, რომ დიდი სხვაობა არ არის ამ ნაადრევ ქორწინებაში ეთნიკურად უმცირესო. ქვემო ქართლი მაგასთან მეოთხე ადგილზეა. არა, ეთნიკურად უმცირესო წარმომადგენელი თუ ეთნიკურად ქართველის ოჯახიდან ეს სტატისტიკა ნაადრევი ქორწინების დიდი სხვაობა არ არის. აი მას დამაიც ის რომ მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელები ქორწინდებიან ნაადრევად. კი, მაგათი სტატისტიკები გვეუბნება რომ პირველ ადგილზე არის თბილისი, მეორე ადგილზე არის იმერეთი. მაშინ გამოდის რომ ეთნიკურად ქართველების შემთხვევაში ტრადიციაა? თუ ასეთი ტრადიცია არსებობს, ეთნიკურად ქართველები არ იცოდნენ რა ასეთი ტრადიცია აქვთ. აი რა უნდა გააკეთოს გარდა იმისა რომ დასჯის და ციხეს ჩაი დაიჭერს სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს აი მაგალითად სკოლაში რა უნდა გააკეთოს მე მგონია რომ მასწავლებელმა დაუშვათ ასეთი შემთხვევის შესახებ რომ გაიგებს არ იცის რა უნდა გააკეთოს მე არ მგონია რა ნაბიჯი უნდა გადადგეს მე არ მგონია რომ პასუხისმგებლობის გამგაცრებით უგეთეს შედეგამდე მივალთ არა, ამას აკეთებს, მაგრამ აი დამატებით კონკრეტულად მაგის ახსნას მაგალითად სკოლაში. აი ზუსტად მაგის ახსნას მასწავლებლები რისთვის უნდა იყვნენ მზად, როცა ასეთ ფაქტს ხედავენ, ასეთი ფაქტის ნიშნებს ამჩნევენ, სანამ ტრაგედია დატრიალდება მანამდე. პრევენციისთვის რა უნდა გააკეთო? ხო, პრევენციისთვის ძალიან ბევრი რაღაც უნდა გააკეთოს და თითო-თითო მიყვეთ, ხო? აი, რა ვამბობ, რომ პასუხისმგებლობის გამგაცრება არ არის პრობლემის მოგვარების ეფექტური გზა. ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ნაბიჯი მათ შორის, თუმცა მხოლოდ პასუხისმგებლობის გამგაცრება პრობლემას ვერ მოაგვარებს. ანუ რადო არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში, რასაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, სწორად უნდა დაინახოს ეს პრობლემა. გამოწვევი მიზეზები, საიდან იწყება, რა არის ეს პრობლემის წარმოშობის მიზეზები, ფუძე სად არის ეს პრობლემას. ეგ უნდა იყოს გადააზრებული სახელმწიფოს და მე უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარებას. ისე კი არა, რომ ნაადრევი ქორწინება, მოდი ჩავიდეთ და შეხვედრები ჩავადროთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ რა ცუდია ნაადრევი ქორწინება. ეს პრობლემა ვერასდროს ვერ მოგვარდება. აი 30 წლის შემდეგაც იგივე პრობლემაზე შესაძლოა ვისაუბროთ ამ მიდგომით. მგონია რომ როცა კონკრეტულ თემებზე საუბრობთ ძალიან აი ეს სურათ ხატებად ჩანს რასთან გვაქვს საქმე და უფრო ნათლად ხედავთ ყოველდღიურობაში, ყოფით ცხოვრებაში ხედავთ რა უბედურებაში გვაგდებს ეს სისტემური ნაკლოვანება. აი ძალიან მნიშვნელოვანი თემა მგონია ტრანსპორტის თემა. როცა მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის, არანაირად არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, არ არის დაკავშირებული მუნიციპალურ ცენტრთან. ამის გამო ვაკლიათ ბევრი რაღაც რაც ხელმისაწვდომია მაგალითად მუნიციპალურ ცენტრში ესეც არის ინტეგრაციის პრობლემაც და რაღაცა ხით ჩატეხილობის და ერთმანეთისგან მოწყვეტილობის პრობლემასაც ქმნის და ძალიან ბევრი პრობლემაა მიბმული ტრანსპორტზე ის რომ მაგალითად წყალი არ გაქვს სახლში და ბეზობელი სოფლიდან გიწევს იმ წყლის მოტანა და არ ყავს ტრანსპორტი კიდე ეს რაღაც ახალ პრობლემას აჩენს და რა ხდება ამ კუთხით ტრანსპორტის მუნიციპალური ტრანსპორტი არსებობს საერთოდ საგარეჯოში და თუ არ არსებობს ან თუ არსებობს რა ფორმით და რა პრობლემებს იწვევს ტრანსპორტის ამბავი იყო რაღაც ჩვენ შევიტანეთ მოთხოვნა
ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დაგვირდეს რომ ეს პრობლემა მოგვარდება, ტრანსპორტი გეკნებათ იორმუღანლოს საგარეჯოს ხაზი და ასე შემდეგ. დავალოდოთ და გრაფიკი იქნება ასეთი შედგენილი, რომ დილით გადის საგარეჯოდან, მიდის იორმუღანლოში, საღამოს იორმუღანლოდან გადის და მოდის საგარეჯოში. რომელიც საპირისპიროდ უნდა იყოს, ხო? ანუ დილით ვინ უნდა ყოფილიყო აქ რომ იორმუღანლოში მივიდეს და საღამოს იქ ვინ უნდა ყოფილიყო რომ საგარეჯოში დაბრუნდეს. და რა ლოგიკურ ჯაჯვამდე მივდივართ, ხო? რატომ მოხდა ვინმე მკითხვა დასვა? უნდა ჩვენთვის არ იყო ეგ გათვლილი. ჩვენზე არ იყო გათვლილი. აღარავინ არ აინტერესებდა იორმუღანლოს მოსახლეობას ტრანსპორტი ჭირდება თუ არა. ეს იყო სხვა პრობლემის მუნიციპალიური პრობლემის მოგვარების გზა მასწავლებლებისთვის იყო გათვლილი, ვინც საგარეჯოდან მიდიოდა იორმუღანლოში, ასე ვთქვათ, სკოლებში ამ მასწავლებლებისთვის იყო ეს ტრანსპორტი გათვლილი. რეალურად ჩვენ რო ტრანსპორტი გვჭირდებოდა, ეგ დარჩა რაღაცა მოგვარების გარეშე და დიდად არც იყვნენ დაინტერესებული ამით, ხო? მე დაგვირდეს რომ საპილოტო რეჟიმია, მოგვარდება და რაღაცა დღემდე ველოდებით მაგის მოგვარებას. და ტრანსპორტის პრობლემა, ანუ ტრანსპორტი ნიშნავს საგარეჯოსნაირ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტზე წვდომას. წარმოვიდგინოთ ძალიან ბაზისურ საჭიროებას. ვარ იორმუღანლოს მოსახლეობა, მჭირდება სოციალური დახმარება, სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით უნდა დავწერო განცხადება. უნდა მოვიდე საგარეჯოში. სოციალური დახმარება, რომელიც არის 100 რაღაც ლარი. ხო? დავაქირავე ტაქსი. გადავიხადეთ აჯიმანისთვის 50 ლარი. გზაში ჭამა და ასე შემდეგ წყალი ხო მინიმუმ გჭირდება და რა 120 ლარი. მოხვედი ერთი თვის თანხა წავიდა. სოციალურად დაუცველი, რომელიც იმის გამო მიდის, რომ სოციალური დახმარება დანიშნოს, ერთი თვის ხარჯი მინიმუმ უნდა დახარჯოს იმისათვის, რომ განცხადების დაწერამდე მივიდეს ამბავი. აი ხან დღეს როცა ამ პოდკასტს წერთ თბილისში უწყვეტი პროტესტის 200 არც მე-6 თუ მე-7 დღეა. აი ამ ამბებში საერთოდ რამდენად არის იორმუღანლოს მოსახლეობა ჩართული? ძალიან კაი კითხვა. და მეორე კითხვა, რომელიც ამასთან ერთად უნდა დავსვათ, ეს პროტესტი რამდენად არის მისული იორმუღანლამდე? ეს აზრი, ეს იდეა, ეს ბრძოლა რის გამო ხდება ეს რუსთაველში? რას ვებრძვით? რას ვითხოვთ? რა მოხდა, ხო? რა შედეგებთან გვაქვს? რა რეალობა საერთოდ? მოსახლეობას აქვს იმის შეგრძნება, რაც დღეს ჩვენ გაგვიჩნდა საუბრისას, რომ რა პრობლემასაც არ უნდა შევხებოდით, რა თემასაც არ უნდა შევხებოდით, მივდიოდით მაინც სისტემის პრობლემამდე და სისტემურ ხარვესებამდე. აქვს იორმუღანლოს მოსახლეობას იმის შეგრძნება, რომ ის მათი ყოველდღიური პრობლემები ყოველ ნაბიჯზე რო ხდებათ, საბოლოოდ მომდინარეობს იმ სისტემიდან, რასაც მოქალაქეები ამ 200-ზე მეტი დღეა უწყვეტა დაპროტესტა. ყველა მიცის, რომ მაგის მოყვარებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. ამას ყველა მიცის. ეთნიკური მცოცებებთან დაკავშირებით კიდე ეს საინტერესო მომენტია, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მათი მდგომარეობა რა შეეცვლება, ამას არავინ არ ჯერა. იმიტომ რომ ეგრე იყო მართლაც. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით უმცროსობა და ეგრეც ვიქნებით. თუ ეს სისტემური ხედვა არ შეიცვლება უმცროსობებთან დაკავშირებით, აი ვინც არ უნდა მოიყვანა ხელისუფლებაში, მაინც იგივე მიდგომა იქნება. ხანდახან აი ოპოზიციურ პარტიებთანაც რო ხვდები ხო რაღაც საკითხებზე საუბრობ და ზოგიერთი გეუბნება, რომ მე ეგრე არ ფიქრობ. შენ რას ფიქრობ, არ მაინტერესებს. გრძიფულად გეუბნება, ეს არის ვინც უსმენს ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ამაზე ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას ვიმსჯელოთ, ხო? მათ შორის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული იმაზე, ბრძოლის ველშიც, პროტესტის, ასე ვთქვათ, ეპიცენტრშიც, სადაც არ უნდა იყოს ამ საკითხზე დისკუსია, ხო? რას ფიქრობ ჩემ საკითხთან დაკავშირებით?
ეს არის ჩემი პრობლემა თუ არა, შენ რას ფიქრობ, საერთოდ არ მაინტერესებს. ეს უნდა მიხვდნენ ჯერ პირველ რიგში, რომ მათი ხედვა, რაც არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაეფუძნოს ჩემ ასე ვთქვათ, პრობლემას. და იმას, რომ ჩემგან რა ინფორმაცია მიდის. ხლა მე როცა ვამბობ, რომ წყალი მჭირდება და ფიქრობ, რომ იცი რა, მე არ ფიქრობ, რომ წყალი გჭირდება. შენ რას ფიქრობ, სულაც არ მაინტერესებს. ან განათლების საკითხზე, როცა ვამბობ, რომ საბავშვო ბაღი გჭირდება და საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს განათლება. ან 1+4 პროგრამას პირველი წელი უნდა იყოს უფასო, ან ასე ვთქვათ, სკოლაში არის პრობლემები და უნდა მოგვარდეს მასწავლებლები, ეგ ხედვა არის სწორად ასე შემდეგ და განსხვავებული ხედვა თუ გაქვს, კი ბატონო. გაგვიწია თუ ჩვენთვის მისაღებია რაღაც საერთო წერტილები უნდა მივიდეთ. არ უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომ კონდეს იმაზე ამბიცია, რომ ჩემზე გარკვეულ იცი ჩემს პრობლემას. ვინც მოვა და როცა მოვა უნდა იცოდეს, რომ თავარი უნარი რაც უნდა კონდეს ხალხის მოსმენის უნარი კონდეს. იორმუღანლო და ნეელვინი აქტივისტი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროტესტში და ის სპეცრასმელებმა, ნიღბიანმა ადამიანებმა დააკავეს და შემდეგ დაკავებული მინივენში სცემეს. ეს რამდენად ჩამოვიდა ეს ამბავი იორმუღანლოში და რამდენად გამოიჩინეს სოლიდარობა მათი თანასოფლელის მიმართ. ელვინის ამბავი ჩამოვიდა იორმუღანლოში იმ დონემდე, რა დონეზეც ეს საკითხი გახდა საჯარო დღის წესრიგში, ხო? ჩვენ იორმუღანლოს მოსახლეობას ძალიან შეზღუდული გვაქვს მედია რესურსებზე წვდომა და ინფორმაციულ ვაუკუმია საბოლოო ჯამში, ხო? და ეს ინფორმაცია საჯარო გახდა იმ დონეზე, რა დონეზეც იყო შესაძლებელი ამ არსებული მოცემულობის და რესურსის ფონზე. და ესეც ძალიან კაი მაგალითი იყო ეს საამოღო ტოლერანტობის, თუ რამდენად ტოლერანტები ვართ ჩვენ რეალურად უმცირესობების მიმართ. რა იყო, როდესაც ცემდნენ, ასე ეუბნებოდნენ, რომ შენ აქ რა გინდა ოთათარო. და მიდი ილჰამ ალიევს მოითხოვეო, ხო? ეგ არის ზუსტად, აი ეს სისტემის სახე არის ეს. როცა უმცირესობა რაღაც ითხოვს, მიდი იქ მოითხოვე აზერბაიჯანში ილჰამთან. აი ეგ არის, აი სისტემის სახე არისო ეს. შენ მისთვის ხარ იქაური. იქაც ხარ აქაური. ანუ რაღაც არ ხარ არსა და შუაში გაწყვეტილი ხალხივით რაღაც უსახო მასავით ვაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას. სისტემის იმედი ვიცი რომ არ უნდა გქონდეს, მაგრამ ერთმანეთის იმედი რამდენად შეგვიძლია ჯერ კიდევ გქონდეს. ვიცი რომ რაღაც თანხად შეგროვდა იმისთვის რომ გამოგეხსნათ პატიმრობიდან ელვინი სოფელშიც, ხო? და რამდენად გვაქვს აი ამის მაგალითები, რომ ერთმანეთის იმედი შეიძლება გქონდეს, ერთობის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ამ სისტემას ვებრძოლოთ, შევეწინააღმდეგოთ, ვაჯობოთ და გავიმარჯვოთ მოქალაქეებს. ერთადერთი რის იმედიც გვაქვს, ეს არის ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის. აი, ეგეც ძალიან საინტერესო ამბავია. ჩვენ ყოველთვის საუბრობდით სოლიდარობის მნიშვნელობაზე. ამისთვის შეიქმნა ერთი ცენტრი, პლატფორმა, პროექტი, რაღაცა კამპანიები, რამდენად არის მნიშვნელოვანი სოლიდარობა და ასე შემდეგ. ხო და ყველამ რაღაც თეორიულ დონეზე სულ საუბრობდით და ხვდებოდით, რომ ტოლერანტობა რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე საქართველოში გვაქვს პრაქტიკული მაგალითები სოლიდარობის. აი როცა მაგალითად ქაშვეთთან ერთად აღნიშნეთ ჩვენი ასე ვთქვათ დღესასწაულები, როცა უკვე ჯარიმების ამბავში ხდება თანხის შეგროვება და გადახდა, როცა ხდება ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და ასე შემდეგ, ერთმანეთის მხარში დგომა, ერთმანეთის ასე ვთქვათ ძუხილის, საჯროების, პრობლემის თუ სიხარულის გაზიარება და უკვე გვაქვს ჩვენ სოლიდარობის პრაქტიკული გამოცდილება და ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია. და ამიტომ დღეს აღარაფრის იმედი გვაქვს გარდა ამ სოლიდარობისა და აღარაფრის მოლოდინი, რომ ჩვენ სოლიდარობით დავამარცხებთ იმ ბოროტებას, რასაც ებრძვის ამ სოლიდარობას. სისტემის იმედი არასდროს მქონდა, არც ამის მერე მექნება. იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მჩაგრავი რაც არის ახლა არის სისტემა.
აიხან მადლობა და მე იმედი მაქვს რომ ეს პროექტი იორმუღანლოს ხმა რომელიც იორმუღანლოში დატოვებს ონლაინ პლატფორმას სადაც ეს ვიდეოები განთავსდება რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით მომზადდა მე იმედი მაქვს რომ ეს პლატფორმა გააგრძელებს ფუნქციონირებას და ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ რომ იორმუღანლოს ხმა იორმუღანლოს მოქალაქეების რიგით მოქალაქეების ხმა ისმოდეს ხმამაღლა. ჩვენ როცა დავიწყეთ ზოგადად იორმუღანლოსთან დაკავშირებით მუშაობას და დღესაც იგივეს ვიმეორებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია და მოლოდინი, რომ ერთი პროექტით ყველა პრობლემა მოგვარდება. მაგრამ მნიშვნელოვანია და კარგი დასაწყისია იმისათვის, რომ ცვლილებები დაიწყოს და საბოლოო ჯამში, რასაც ერთ საათზე მეტი ხანია ვსაუბრობთ, ეს ინტეგრაციის პრობლემაზე ეკროწოდებული, ხო, რომელიც ყოველთვის ვეუბნებ, რომ ინტეგრაციის პრობლემა კი არ გვაქვს. ინტეგრაციის პროცესი ჯერ არც დაწყებულა. ზუსტად აი ამ ფორმით შეგვიძლია ჩვენ ერთი ასე ვთქვათ ნაბიჯი წინ გადავდგათ იმ მოცემულობაში რომ დავიწყოთ რეალური ინტეგრაციის პრობლემა და საზოგადოებამ დაინახავს რეალურად იმას რომ ჩვენ გივართ უმცირესობები ინტეგრაციისთვის მზად სახელმწიფო არ არის რეალურად სახელმწიფო არ არის იმისათვის მზად რომ ინტეგრაცია დაიწყოს ნამდვილად მადლობა მადლობა თქვენ